საქართველოში, კახეთში, კერძოდ კაჭრეთში შენდება რუსული სამხედრო ბაზა. არ მოგესმათ. სამოქალაქო, მაგრამ რუსული ბაზა შენდება და ამის ზარებს უნდა შემოვკრათ ქართველებო. ეს არ არის გასატარებელი და რაღაც ასასქროლი ინფორმაცია. პარალელურად ხედავთ იმ ვიდეო როლიკს, რომელსაც რუსი ბლოგერი ავრცელებს ყოველდღიურად და მუშაობს, მოუწოდებს ის რუს თანამოქალაქეებს. აქ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმენები აშენებენ პილოტების დასახლებას, რომელსაც 1500 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი ექნება, სადაც 50 საცხოვრებელი იქნება, რომლის ქვეშ იქნება ანგარი თვითმფრინავების გასაჩერებლად, იქნება ძალიან კომფორტული, პირდაპირ ასაფრენის ზოლიდან გადახვალ მიაყენებ, როგორც საკუთარ გარაჟში მიაყენო, მუხიანში ან კიდე თემქაზე. აი, სწორედ ეს ბომბი, ეს დეტონატორი არის ჩართული და რამდენიმე თვეში, სულ რაღაც ერთ თვეში დასრულდება ეს პროექტი. და რატომ პირველ რიგში აქედან დავიწყოთ? რატომ ვერ ვგებულობთ ამას ქართველებისგან და რატომ ვგებულობთ რუსი ბლოგერისგან? იმიტომ რომ რუსეთზეა გათვლილი და დარწმუნებული ვარ, ქართული მთავრობა, ეგრეთ წოდებული ქართული მთავრობა აჩერებს ყველა ოპოზიციურ არხებს თუ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამაზე არ ილაპარაკონ. მე თუ გავიგე ამ ტრაგედიის და საშიშროების შესახებ, როგორ დავიჯერო ადგილობრივებმა არ იცით, რატომ არაფერი არ იწერება და არ კეთდება ამასთან დაკავშირებით. აქვე ვიტყვი, ოდიშის ტელევიზია ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი დაისვით დღეს თქვენ გაქვთ ამასთან დაკავშირებით დადებული გვერდზე, ხმა ჩაწეულია თვით ვიდეოს ხმა, არის მის რომ რუსია აკეთებს ამ რეკლამას და რუსებს მოუწოდებს. თქვენ დაწერეთ რომ პილოტების დასახლება შენდება კაჭრეთში და თქვენ არაფერი არ თქვით რეალურ საფრთხეზე. ეს იცით რას ნიშნავს? პირველ რიგში 50 თვითმფრინავს. 50 თითქოს სამოქალაქო, მაგრამ ეს კი ვიცით რუსული თვითმფრინავი რა დანიშნულების იქნება საქართველოში. რომ ყველაფერი იქნება ადგილზე, ესე იგი თავისი აუზებით და ეს გართობის საშუალებებით, მაგრამ იქნება ჩვენი სკოლაო რუსული, და პილოტების სკოლაო ჩვენიო, ეს რუსი ამბობს ამას და თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ. მე აღარ მინდა ამის კიდევ ერთხელ გამეორება და ყველაზე მნიშვნელოვანი, აქვე იქნება აწყობა თვითმფრინავების და შეკეთება და ასე შემდეგ. და ხომ არ წამოიღო რამე ინფორმაცია თქვენს გონებაში, რომ შეიძლება აქ უპილოტო საფრენის საშუალებები, დრონებიც კი მოხდეს, დრონების აწყობაც მოხდეს, რაც პირდაპირ რუსეთის სურვილი და სტრატეგიის ნაწილია. წარმოიდგინეთ, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვის მექანიზმი არის ჩართული. ამიტომ სად არის ოპოზიცია? ეს ოპოზიცია საერთოდ ყავს, ქვია უბრალოდ ცხრიანი, რვიანი ხან რას იხმევთ, ახლა თურმე ნაციონალურ მოძრაობა უნდა გავაცოცხლოთ, თურმე რაღაც განახლებები უნდა მოხდეს და რეალურ პრობლემაზე არავინ არ საუბრობს. გეკითხებით მე თქვენ, საქართველოში, კაჭრეთში აშენებული 50 თვითმფრინავის საგარაჟე დასახლება თავისი აწყობითი სისტემით რას ნიშნავს და რის საშუალებას აძლევს რუსეთს? 50 ბომბდამშენი რომ ყავდეს მინიმუმ ტრის საკუთარ მიწაზე, აი ამას ნიშნავს. მინიმუმ ყველაზე მცირე, მაგრამ იქ წარმოებული ტექნიკა, იქ წარმოებული დრონები, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხვალდაზე წარმოებულია საქართველოში სახელით წავა უკრაინაში და ჩაგვითრევენ აი ამ ნამდვილ ომში. აბა ომი გინდა, აი ეს არის ომი გინდას პროექტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არღანას და რომელთანაც არ გაგაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა და მისი ყველაზე ფულიან ნაწილს რო წამოიყვან და შენს ქვეყნის შუაგულში აუშენებ ამ ტიპის საცხოვრებლებს და სამოსახლოებს, რომელიც თავისუფლად გადაფრინდება აფხაზეთში, იქ ვის წაიყვანს, ვის წამოიყვანს, რას აიღებენ, რას გადაიტანენ, რას აიღებენ აფხაზეთში და რას გადმოიტანენ, კაცმა არის ის. არ მითხრათ ახლა ვიღაც გააკონტროლებსო. ეს არის გამორიცხული, ვერაფერს რუსულს ვერ გააკონტროლებს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ამიტომ ბიძინა უნდა დაემხოს. ბიძინას ხელისუფლება უნდა დაემხოს, უნდა დასამარდეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველა უნდა მოხდეს ციხეში, იმიტომ რომ ქვეყანა დამარხეს ცოცხლად. როგორც დღეს, ისე არასოდეს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებული არ ყოფილა. მეფის რუსეთის დროსაც კი ვებრძოდით ამ სენს პირდაპირ გაგებით, დღეს კი ყველგან სოციალური ქსელები გაჭედილია, გადაჭრელებულია, ყველგან საუბრობენ იმაზე, რომ მოდით რუსებო, რუსები აკეთებენ ამ რეკლამებს, მაგარი ელარჯი, მაგარი ნაბეღლავი, ბორჯომი და მონარ ქართველი. აი ეს არის რეალობა, ჩვენთვის აღარ დარჩა სივრცე, არაფს აიღებ და გაასახლებ კანონის ძალით. ყველას რაღაცას მიხედავ, მაგრამ აი ამას ვერაფერს ვერ უზამთ. თუ დღეს ხმას არ ამოიღებ და არ დამიწეროს არავინ და არ გაბედოს, რომ თურქული კაზინოები გვაქვს, კაზინო კი არა. კაჭრეთში 50 რუსული თვითმფრინავი გეყოლება. გააზიარე.